შემდეგი თამაში, მოდი გადავარქვათ პირობითად შეცვლილი ხმა. უსათაუროდ კი ბატონო. ანუ პრინციპი რაში მდგომარეობს? ჩვენთვის ცნობილი ფრაზები გაჟღერდება, პოლიტიკოსების იქნება ეს ძირითადად, ალბათ. ოღონდ ეფექტი ექნება დადებული და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ან ფრაზა, ან ავტორი ფრაზის, ხო? და დასწრებაზე. და დასწრებაზე. აქაც ორ გუნდათ ვართ გაყოფილები, როგორც ჩვენი საზოგადოება, მე და ნიკო და კახელები მახეთ. ჩვენთან ისე პოლარიზებაა. როგორც პოლიტიკური სპექტრი. კი, აბარა, ნუ ეგრე ვართ ყველანი. მაშასე დავიწყოთ და გზადაგზა მე მგონი ვუხდებით. თქვენ ერთ გუნდში ხართ კახელებო, მეგრელი და ქართლელი. მოვიყარეთ ერთად. მაგრამ ყველას მეგრელი ცოლი გვაერთიანებს. ცოლები. კარგი, დავიწყოთ. პირველი ფრაზა გავიგოთ. ყველანი ალმასები არიან. ყველა და ბავშვი და თითოეულ თქვენთაგანი ერთხელ და განუმეორებლად ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით. და ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ამ დაწახნების პროცესი დღესაც გრძელდება უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე და კარგია, დაწახნაგების შემდეგ კარგი ბრილიანტი მიიღება. ეს ძნელი პროცესია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ასე არის, დაწახნაგების პროცესიც უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში. შეიძლება დავაჭერე. მოკლედ, სახელი და გვარი მე. აქცენტზე როა ფაქტია. იმ ბატონის სახელი გამახსენე. ის გამოირჩევა ხოლმე ზოგადად ასეთი თქვენ ხართ ალმასები, ჩვენ შემდეგ წახნაგდები. ლადო? ლადო კახაძე? ლადო კახაძე. ხო, მან შეიძლება, იმას აქვს ეგეთი ფრაზები რა. მე ვფიქრობ, ლოგიკურად ეგ. რატომღაც მახსოვს რა, ტრიბუნასთან თქვა ეგ. ორიგინალი გაჟღერდეს თუ შეიძლება გავიგოთ. ყველანი ალმასები არიან. ყველა და ბავშვი და თითოეულ თქვენთაგანი ერთხელ და განუმეორებლად ცხოვრობთ. როგით ხარო დიდად შეცვლილია. მაგრამ წახნაგდებით. ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ჩვენ გამოვიცანით კარგად. შემდეგი ფრაზა თუ შეიძლება გავჟღერდეთ. სანამ ისინი შემოვლენ, მანამდე ვარ დეშეკათი, ვარ დეშეკარვალი. სანამ ის ელისაშვილი. რას ამბობ? შვილი დეშეკათი რომ მოდიოდა. მისი სიზმრებია, ხო? კი. ნახოთ ჯერ ეს არის გაიღვიძა და პოლის ჯოხი ეჭირა. სანამ ისინი შემოვლენ, მანამდე ვარ დეშეკათი, ვარ დეშეკარვალი. ერთი სიზმარი მეგონა. სიზმარი კი არაო, კაცო. ყოველი ძილისია, ღმერთმა იცისო რომ. და ჯერეთი ალეკოს უთხრათ რომ მარტო ღმერთმა არის ის უკვე მეც ვიცი. და გარდა ამისა ხარ არის, იცი მე უფრო ალეკო წარმომიდგენია ის რო არის, ხო იცი 300 სპარტანელი რო არის. აი მან დრო დგას ალეკო და რომ მოდის და this is Sparta! და ჩააგდო აი რაღაც ეგეთში მაინც თან ბიჭო მაინდა-მაინც რაღაც დამარცხების ის მოინდომა რა სიზმარში რაღაც მარცხდება. გაიმარჯვე მაინც თუ მაინდა-მაინც ის მაგისთვის ეს იზრდება ისა რომ დეშეკათი გაიმარჯვე. მეორე მხრიდან წარმოიდგინე რომ ერეკლე მეფე დგას წერს უტევს წინ და უცებ გამოუხტა ვიღაცა წინ და ხაზებს ისურს. აი ერეკლე მეფეს თვალის დანახული რა იქნება წარმოი ვინ არის ეს ჯერის არა თან იცი რა არის სიზმარას არ გავს. ფილმში რო სიზმარა იმას ვიზუალურადაც ხო გავს ცოტა. იქ ის მუსიკა არის გავაგრძელოთ შემდეგი ფრაზა თუ შეიძლება. ნუ რაც შეეხება მომავალს. ნუ პირველი მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ უამრავი სხვადასხვა წევრი დადიოდა. არც საწასვლას არ ვაპირებ ერთი. არც საწასვლას არ ვაპირებ კამერა მანახეთ კამერა. აჭონი თვალების. ეს ის ადამიანი ხო არის არც საწასვლას რო არ აპირებს. ეს ის ადამიანი მესელფერო გახდა მეორე ეს ის ადამიანია რომელიც არც საწასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში. მაგრამ მელიამ გაუშვა. გიორგი კახარია. გიორგი კახარია, ნახოთ ორიგინალი კი გეთანხმებით, მაგრამ წესია. მომავალს. პირველი მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ უამრავი სხვადასხვა წევრი დადიოდა. არც საწასვლას არ ვაპირებ ერთი. უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან აწავალ. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ გიორგი, დიდი მადლობა ილო რომ გამოიცანე. უშუალო შეთქმულება უფრო ხდება რა როლინგი ისე ვიდრე ახლა. კი. აი, გავაგზავნოთ, გამოიყენე ეგა. სამეფო იქნება. შენ ის სამეფო იქნება. აი არ არის კონსტიტუცია სამეფო იქნება, დაგვასტრეს. დაგვასტრეს. სამეფო იქნება. თელაველია ესეც ხო? მართლა? მე მარუცოლი თელაველი. კი, თელაველია ესეც სხვათა ხო? და სამეფოზე იყო საუბარი. ხო, ვინ იქნება ახლა ისა თარხან მოურავს? არა. აბა ჩვენ გამოვიცანეთ, აბა მე ვერ გამოვიცანი. მართლა ვინ? გირჩი. აქ სულ სხვა
ვახო რა, ვახო. ვახო მეგრელიშვილი. ვახო უნდა იყოს მეგრელიშვილი. მესამე სკოლელია. მე ვფიქრობ ვახო მეგრელიშვილი. აბა ვნახოთ თუ ვახო მეგრელიშვილია. სამეფო იქნება. შენი გირში სამეფო იქნება. სამეფო აი აგ არის კონსტიტუცია სამეფოში. ეს არის ის წესრიგი, რაც წესრიგითაც ჩვენ აქ შემოვედი. ამ წესრიგის მიხედვით ჩვენ მოქმედებს ჩვენ შიგნითაც და ამ წესრიგის მიხედვით ვაპირებთ რომ ვიმოქმედოთ. ძალიან კარგი, გასაგებია, ოჩო, სერიოზული კონკურენტები ყავს ჩვენ წინ. მორჩა? ჰერმან საბუარის მეფე, როგორც ვიცი, ხო? ეს ბაგრატიონების შტოს პარპაში დასრულდა. ორჩა. შემდეგი ფრაზა ასეთივე გენიალური გთხოვთ, იმიტომ რომ პატარა ფრაზები არ გაჟღერდება. რა შეიცვალა ჩემთვის. დილას აუდგები ბლოსვას მიტყვით. მე ეს ახლა ეს არის ის მამაო, რომელიც ყონდიდის ეპარქიაშია. გავწევით, ეს დევეგდებით. მერე და ახალები ის არის ის მამა. ო, აბა. შეიძლება რომ მოусმინოთ. შეიძლება რომ მოусმინოთ. მე ყოველთვის სიამოვნებით ვისაუბრებ. ცხოვრობდი ვაგრძელებ ისე ცხოვრებ. ჩემ მონაზვნობას და ვინ წამართვებს მე? იცით რა ფერ არის? მონაზვნობა არის ცხოვრების წესი. მე კი არავის მებრანჯები და თავს კი არავის ვაწონე. მაგენი არის მანქანა აი. არწივზე რო შედგება კვერცხს რო დაეყრდნო. ეს გამოცხმა პირველად გავიგე, არწივზე რო შედგება და კვერცხს რო დაეყრდნო. კვერცხს რო დაეყრდნობა. ეს გამოთქმა კი არ არის, ეს ფაქტია ამბავი, ანუ არწივზე შედგება და შედგა ვიღაც არწივ. ანუ იგულისხმება ტახტი რაღაცა ანუ კვერთხი და ეგ ამბავია რა. მოკლედ მე ერთი რამის კვერცხი რა. გავიგეთ. კარგა ხანია ახსარება არ მithქვამს მაო. თუ ისევ ახსარებას ვიტყვი მივდივარ ამ მამამ. თან შენ იმდენი გაკ დაგროვილი. თუ ოდეს მამა მოემზადე მამილო სერიოზულ რაღაცების მოსმენა მოგიწევს, მაგრამ გულით მოგიყვები რა. შემდეგი ფრაზა. წერ რომ ბახში აყვავდა ნუში. რომ თაცმინაზე სადაცვა თითქოს. მე ვიცი რა ის არის. კომბლეო, წეგან რო ახსენა. ეს არ მესრო, მაგრამ დიქცია მე. ლევან ვასა. ლევან ვასანძე. ეკაი არ თქვი. ხო, შენ სპასაპირებდი ასე რომ ქულა ქულა. კომბლების მონოპოლიზება რო ახდია. ჩვენ ნიკო ეს ხელი დაამთავრდა ეს თამაში და მინდა საშინელად წავაგე. ლიბერალები გარდავისახე ვასაძე. სუხოი წააგე. სუხოი წააგე, თქვენ ლიბერალები ხო? ვასაძე მომასმეინეთ რა. გთხოვთ, დამარწმუნეთ რომ ეს მართლა დავწმუნდეთ რომ ვასაძე ამ შოუში ნუ გამომატოვებინებთ დღეს მისი სახე. წერ რომ ბახში აყვავდა ნუში. რომ თაცმინდაზე ცადაწვა თითქოს. რომ საქართველო ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს. კარგი, საკმარისია ძმაო, საკმარისია, ძალიან კარგი. არასოდეს არ იკარგება რა. ძალიან კარგი ხართ. მეგობრებო, გვინდა გაგახაროთ რომ სასჯელად დაგვამარცხეთ ამ ხელში, თუმცა ჩვენ ვიტოვებთ შანსს რომ რევანში ავიღოთ, ხო? იყოს ასე.